საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს გაშლა გექნებათ ქალბატონებო თქვენ. თქვენი სახელი, დაბადების წელი და ვნახოთ რა გელოდება. ამჟამად ჩემო კარგო, ძალიან დარდიანად დგეხარ. დარდით დგეხარ, განცდებით დგეხარ, თითქოს ავანტყოფურად განიცდი რაღაცას და თითქოს მარტო ლაპარაკის მეტი არაფერი ხდება. გული დარდიანი გაქვს, ჯავრიანი ხარ, რაღაცა საქმეზე გაპოსტავებული დგეხარ. ვიღაცა ქალბატონი ამოგივიდა ჩემო კარგო, თითქოს მოულოდნელად რაღაცა ის სინათლე შემოგდის ამ ქალბატონიდან, მოულოდნელად რაღაცა თითქოს სურვილი შესრულებით დაგიდგები. ამოგივიდა ჩემო კარგო, რაღაცა ჩაკეტილობა ამოდის, ან ფორმიანი მამაკაცი ამოგდის, ან ბედგამონაცვალი, შეიძლება იყოს შავგრემანი პიროვნებაც. აქ ეს პიროვნება და რაღაცა ჩაკეტილობა გიჩანს აქ. ნახოთ მომავალში კიდე რა გიჩანს. ლაპარაკი აუცილებლად გელოდება ვიღაცა ცოლ-შვენიან პიროვნებასთან. დიდი სურვილის შესრულება გელოდება, წარმატება გელოდება ჩემო კარგო და ასევე უცოლ-შვილო ბიჭი გეცემა. ნახე, უცოლ-შვილო პიროვნება ამოგდის კაზინონის სახლით და დიდი სურვილის შესრულებით. ასე რომ გითხრა ჩემო კარგო, ეხლა ეს პერიოდი გარშემორტყმული გაქვს რაღაცა ძალიან დიდი ნერვიულობა, გაპოსტავება, ჩაკეტილობა, თითქოს შიშით დგეხარ, აი ძალიან არეულ კარგს ხედავ, მაგრამ გეუნები, ეს შენი დარდები მომავალში წავა. ცოლიანი ტიპიდან რაღაცა დიდი საქმის გაკეთება სურვილი შესრულებით დაგიდგება და პლუს მაგას ეს უცოლ-შვილო ბიჭიდან კარგი ახალი ამბები და კაზიონის სახლი გიჩანს. თუ გაინტერესებს, ვაიმე რამე შველება, ნოგიშინია ჩემო კარგო, უსაშველო არაფერი არა გაქვს. მომავალში აუცილებლად ყველაფერი დაგილაგდება. ეს შეიძლება 1 წლის განმავლობაში იყოს, შეიძლება 1 წლის მერე იყოს. მაგრამ ეს პერიოდები დარდი ამოგდეს. როგორც გითხარი, ამჟამად ძალიან ბევრ შეფერხილობას ვხედავ. თითქოს რაღაცა საქმე არ გვარდება. შეიძლება ცოტა გაჭედილი იყო რაღაცა საქმეში, მაგრამ ამ დღეებში იცოდე რაც პრობლემები გაქვს. ვიღაცა უფროსი მამაკაცი გვერდზე დაგიდგება. თითქოს შეიძლება რაღაცა საქმე მოგიგვაროს, ან შეიძლება გვერდზე ამოგიდგეს, მოკლედ და კონკრეტულად ამ მამაკაციდან დამშვიდება გელოდება ამ მოკლე ხანში. სხვადასხვა სანთელი ძალიან ბოლავს ძვირფასო მეგობრებო, ცოტა არ იყოს რაღაცა ნეგატიურობით ჩანს, როცა სანთელი ბოლავს. ნახოთ კიდე. ახალგაზრდა გოგო გიჩანს რაღაცა გზით. არ ვიცი ამ გზას დაადგება, ამ გზიდან მოდის, ან სადღაც მიდის. შენ ეს პერიოდი სიმართლე გითხრა. შენ ინტერესებში ჯერჯერობით პუსტად დგეხარ. პუსტად დგეხარ და ამაზე გაღიზიანებული ხარ, გაბრაზებული დგეხარ. სახლის ჭერზე, ან სახლის ჭერში ნერვიულობა დარდი ამოგივიდა, ცოტა ყურადღება მიაქციე. ან სახლის თაობაზე რამე ნერვიულობა არ შეგხვდეს ჩემო კარგო. არ შეიძლება სახლში გქონდეს რაღაცა პრობლემა. ასე რომ შეიძლება სახლი ცოტა გაასუფთავო რაღაცა ნეგატივებით.
იმიტომ რომ გარშემორტყმული არის აქ სახლი რაღაცა სიბნელით. ახალგაზრდა ბიჭი ამოქიმიდა, მაგიდით, ლაპარაკით. გვერდზე როგორც გეუბნები, მამაკაცი კი გიდგება, შეიძლება ეს ვიღაცა უფროსი მამაკაცი იყოს, მაგრამ რაღაცა საეჭოთ გიდგას, ან რაღაცა შეფერხებით გიდგას, ან რაღაცა ვერ გადაუწყვეტია ამ პიროვნებას. საეჭოთ ამოგივიდა ეს პიროვნება. გავაგრძელოთ იქამდე, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, მეგობრებო. აი, კარგად დაიმახსოვრე, რას გეტყვი. ამ ახლო მომავალში გელოდება ძალიან დიდი სურვილის შესრულება და აუცილებლად წარმატების დროშას ხელში დაიჭერ, ჩემო კარგო. ეს შეიძლება მოხდეს ერთი თვის განმავლობაში, შეიძლება მოხდეს ერთი თვის მერე, ახლო მომავალში გელოდება ეს წარმატება. ფული ამოგივიდა, ცოლიანი ტიპი კი გვერდზე გიდგება, ცოლიანი ბიჭი ჩანს ვიღაცა. ნერვიულობა ამოგდეს, მაგრამ ამ ნერვიულობის თაობაზე რაღაცა ახალი ამბავი, ან რაღაცა საკუთი გიჩანს. შენ რაღაცა დიდ თანხას დაიჭერ ხელში, ფული ამოგივიდა. აქ უყურეხდა რა ხდება, ვიღაცა გათხოვილი ქალი გიდგას, ან დგას და ძალიან გულგატეხილი, ან რაღაცა დიდი ელდაში ამოგივიდა, მაგრამ მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ, ახლო მომავალში ძალიან დიდ საქმეს აგვარებ და დიდი სიხარულიც გელოდება. ახლა დროებით მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფასო მეგობრებო, შეგახსენებთ ფასდაკლებები ისევ დაწყებული გვაქვს, შეგიძლიათ ყველამ ნახოთ თქვენი მომავალი მოგმართოთ, აუცილებლად დამიკავშირდით 557 64 38 81 WhatsApp-ში ან Viber-ში დამიკავშირდით. ნახვამდის.